მოგესალმებით. გამარჯობათ. ცოტა სნერვიულობ. Ექთანი გავხდი, იმიტომ რომ თეთრი ხალათი ბავშვობიდან ასოცირდებოდა იმედთან, დობასთან, გადარჩენილ სიცოცხლესთან და მასთან ასოცირებულ სიამაყესთან. ბებოს გამო. იგი მუდამ ზრუნვას საჭიროებდა. ექთნის პროფესია ავირჩიე, რათა მიმეღო მონაწილეობა ადამიანების გამოჯამთრების პროცესში. თეთრი ხალათი, ექიმობა და ადამიანების დახმარება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვერ გავხდი ექიმი, მაგრამ ვარ ექთანი. მე ვამაყობ ჩემი პროფესიით. ყოველთვის მქონდა სურვილი დავხმარებოდი და მეზრუნა ადამიანებზე. ჩემი ცოდნით და გამოცდილებით შემემსუბუქებინა მათთვის რთული მომენტები. ბავშვობიდან მქონდა სურვილი დავხმარებოდი ადამიანებს. აგერ უკვე 40 წელია მაცვია ფორმა და ღირსეულად ვემსახურები ამ ჰუმანურ პროფესიას. ექთნობა ჩემთვის არის პროფესია, სადაც თავად რეალისტები და შემიძლია დახმარება გაუწიო სხვა ადამიანებს. პაციენტებზე ზრუნა და მუდმივი განვითარება. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს ადამიანების დახმარების გულწრფელ სურვილს. ექთნობა ადამიანებზე ზრუნვა. ექთნობა ჩემთვის არის ჰუმანურობა, ემპათია და პაციენტებზე ზრუნვა. დიდი პასუხისმგებლობა როგორც პაციენტების, ასევე კოლეგების მიმართ. ასევე ექთნობა ჩემთვის არის დიდი სიყვარული და ერთგულებით სავსე პროფესია. ევექსის გუნდის წევრობა ჩემთვის ნიშნავს ახალ გამოწვევებს, პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ გარემოს. ევექსის გუნდის წევრობა დიდ პასუხისმგებლობას ადამიანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. პროფესიულ ზრდას, მუდმივ სწავლას და ერთგულებას. აგერ უკვე 13 წელია ვარ ამ ოჯახის წევრი და მე ამით ამაყი ვარ. სტაბილურობას და პროფესიულ ზრდას. ევექსის გუნდის წევრობა ჩემთვის ნიშნავს საერთო მიზნებისთვის ბრძოლას პაციენტის ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში პასუხისმგებლობას, გუნდურობას, პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას პროფესიულ გზაზე.